მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ თეა და დღეს გაჩვენებთ როგორ დავხატოთ ცხვირი პროფილში. ძირითადი მონახაზებისთვის ვიყენებ HP ფანქარს, ხოლო უფრო მუქი დეტალებისთვის ორბეს. დაგჭირდება ასევე საშნელი. დავიწყოთ. თავდაპირველად ცხვირის ასაგებად დავიხმარ სიმაღლის და სიგანის ხაზებს, რომელიც დაგვეხმარება ცხვირის სწორად აგებაში. დავხატავ ორ წრეს, ერთ დიდს, ხოლო მეორე შედარებით პატარას, რომლითაც გავიმარტივებ ძირითადი კონსტრუქციის აგებას. შემდეგ გავავნებ დახრილ ხაზს ცხვირის წვერიდან შუა ხაზამდე, სადაც ცხვირი შუბლს უერთდება. ეს ხაზი უნდა იყოს ოდნავ ტალღოვანი, რომ ცხვირმა მიიღოს უფრო ბუნებრივი ფორმა. ვაკონკრეტებ ცხვირის წვერის ფორმას და მოვხაზავ ტუჩის ნაწილს. ნესტავები პროფილში სრულად არ ჩანს, ამიტომ მხოლოდ მცირე რკალი და ჩრდილი დაგვრჩება. საშნელის დახმარებით წავშლის ზედმეტ ხაზებს და გადავდივარ შუქ ჩრდილის დახატვაზე. მსუბუქად მოვხაზავ ჩრდილის ადგილებს. ნესტოს ქვეშ და ცხვირის დაბლა ადგილებში ჩრდილები უფრო მუქია. ასევე ზედა ნაწილში შედარებით ღია ჩრდილი ჭირდება. ეს დეტალები ცხვირს ამ განზომილებიანს და უფრო რეალისტურს ხდის. ვცდილობ ჩრდილის ადგილები მსუბუქად დავშტრიხო და რბილი გადასვლით იგივე გრადაციით ცხვირს მივცე ბუნებრივი ფორმა. ასევე დავჩრდილო ტუჩსა და ცხვირს შორის ნაწილს. შევეცდები რბილი ტონები დავადო მოხაზული ჩრდილის ადგილებში და ნელ-ნელა გავამუქო. მეტი რეალისტურობისა და ბუნებრივობისათვის დავჩრდილავ ასევე ზედა ტუჩს. ორივე ფანქრით გავამუქებ მუქ დეტალებს და კიდევ მეტად გამოვკვეთ ფორმებს. ცხვირს მივცემ დასრულებულ ფორმას. განათებულ ადგილებს მთლიანობაში მსუბუქად დავშტრიხავ და რბილ გადასვლებს გავაკეთებ. ესეც ასე, მარტივი ნაბიჯებით დავხატეთ ცხვირი პროფილში. თუ მოგეწონათ გაკვეთილი, არ დაგაუწყდეთ არხის დალაიქება და გამოწერა. მალე კიდევ უფრო საინტერესო გაკვეთილები გელოდებათ. დროებით, შევხვდებით შემდეგ გაკვეთილზე.